და ეხა შენ იქ შიგნით რა მოილაპარაკეს, რა შენი საქმეა, ვინ გიკითხება ის რო აშენდება ხო ნახავ. 60% გაიყიდება უცხოელებზე გაიყიდება 60%, მაგრამ ისინი 60% გაიყიდება ყველაზე. მერე რა? ხატაკი პატარა ქვეყანა ვარ, რაც შაგრენის ტყავი ვითვიდებით. რუსის მათუხლართი მოიწევს აქედან, თურქეთს აქვს თვარი დადგმული, რავი, ყველას დავით გარეჯი დავკარგეთ, ყველას თვარი აქვს დადგმული. მოსახლეობა ხელიდან გვეცრება. სოფლები უკვე დაიცალა, დემოგრაფიულად კატასტროფა გვჭირს და ამ დროს ვიღაცა გამოდის და გეუბნება რომ მე რა ეხა 60% თუ არაბი იქნება 40 ხო გექნება შენ რა პრობლემაა მაგას თუ გაუტარებთ მეგობრებო ძალიან ახლო მომავალში 40% მართლა სანატრერი გაგიხდება სანთრით საძებარი მერაბ კოსტავა ამბობდა რომ დრობოვაო ქართველებიო ხერების ცეცებით დაუწყებენ ერთმანეთს ძებნასო და აი ეგ დრო დგება ეხა ზუსტად და უკვე გამოჩნდნენ ადამიანები ადრე ნახე როგორ სტადიაში ვიყავით მაგას ვერავინ ვერ იტყოდა რომ მე რა ეხა ამან ისაო პარიზი ნაყიდი აქვს თუ არაბებს რა პრობლემა არისო უკვე როგორ დადგა საკითხი ხო ხვდები რომ ადრე ვიღაცა იტყოდა რომ ვიღაცა გამყიდვერები ამ რომ არ ვყიდით არაფერს რას ამბობთ აი ხა პირდაპირ გეუბნება ვყიდი და რა პრობლემა არისო რა აგერ ისინი იქნებიანო და რა პრობლემა შენ რამე პრეტენზია გაქვს ვყიდიო 60% ისინი იქნებიანო ჩვენ არც არაბი გძულს, არც ჩინელი, არც ინდოელი, არც პაკისტანელი, უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში არ გვინდა რომ ჩვენი ადგილი სხვამ დაიკავოს. არაბს გაუმარჯოს არაბეთში, ჩინეთს ჩინეთში, პაკისტანელს პაკისტანში, ჩვენზე დიდი ქვეყანა აქვს ყველას.